მოგესალმებით კვლავ მეგობრებო, ძალიან საინტერესო და სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის, ყველასთვის. ყველას დაგპატიჟებთ. გამოვიდა ახალი სერია. ახალი სერია. ივანე, გაიწიე? გაიწიე. აი ეს არის თქვენი ჰუმანური იესო მეგობრებო. თქვენ რო გონიათ რომ იესო ჰუმანურია, ნახეთ ახლა რას დაატრიალებს. მე მგონი ეკრანი გასაწმენდია მარიმის. იყოს არავის. აუციეთ ხმას ბავშვებო. დააკვირდით ახლა რა ხდება. რას იზავს იესო იერუსალიმში შესვლის დროს. აუციე დედიკო პირიქით. მარია მეფარები დედიკო ეგ. Worship to my Father. Father, now I can't hear worship because of animal sounds. All of you arguing over prices. I sound about the same. Alright, so what did you name it today? You see? რას გააკეთებოდა, ეხლა ვენახავ რასაც გავაკეთებოდა, ერთი წუთით მეგობრებო, ერთი წუთით დავასტოპოთ ბავშვებო, დავასტოპოთ. არა, იყოს. ეხლა მე უნდა ერთი რაღაც გავაკეთო. კარგად რო გამოჩნდეს მეგობრებო, იცით რა მაგარი სცენა, როგორ მიყვარს ეს სცენა. პირველად უყურეთ დღეს გამოვიდა ახალი სერია რა. ახალი მე-6 სერია, უბრალოდ მე-6. ხო, ჩართე დედიკო, ჩართე. აუ ივანე. შო, და აუციე ხმას. იესო არ ყოფილა აგრესიული? არა, ბებია თქვენისა, არ ყოფილა აგრესიული. სადაც საჭიროა, უნდა იყო აგრესიული ადამიანი. აბა ეხლა ბელენჩვერი ღმერთი მე არ გამიგია. ესეთი რამე არ გამიკეთებია, მაგრამ კინაღამ დახლი გადმოუტრიალე ჯვარზე იმ ქალს კი. ეხლა ნახავთ კიდე ფარისევლებს და სადუკევლებს როგორ გვანან ჩვენს მღვდლებს. ой, ჩვენი მღვდლები, ნახეთ როგორ გვანან. ჩვენი მღვდლები. როგორ გვანან ჩვენ მღვდლებს. ჩვენს იესო მადიდებელ მღვდლებს. იგივენაირად მიყურებდნენ მეც და სხვათა შორის იმ ჯვარზე რომელი მღვდელიც არის იოანე ძალიან გავს ამათ მთავარ მღვდელს ახლა გამოჩნდება. აი, მოდის იოანე. ჯვარზე რო არის ის იოანე.
ეს პილატე თოხლავს თავის ცოლთან ერთად. რა წაუსვით დედიკო ეკრანს ესეთი შუაში. უყურეთ მეგობრებო, უფასო არის ეს სერია. სიმონი და იუდა გამოხდნენ. ეს მოწაფეები არიან იესოსი. ფულები არ დაგეკარგოს. თქვენს ზურგზე არის ეს. არ არის აგრესიული ესო, ხო? არა, საერთოდ არა. მოდის დიდი მეუფე ჩვენი მღვდლები ძალიან გავანან ქრისტეს ძალიან აჰა ნახოთ ვის გვანან ჩვენი მღვდლები ძალიან რო უყვართ მღვდლებს ქრისტე მართლმადიდებელ მღვდლებს ვნახოთ ვის უფრო მსგავსები არიან ქრისტესი თუ ფარისევლების და სადუკევლების ჩაცმულობითაც კი როგორ დაემსგავსნენ იმათ ვის უყვარს ოქროები ვის უყვარს ოქროვერცხლები ეს იუდა არის ой, მოჩა. ძალიან არა აგრესიული ქრისტე ვნახეთ ხო ჩვენ. ისეთი რომ რა ვიცი რა გითხრათ. ერთი სიტყვით მეგობრებო რა, ძალიან ილუზიებში ნუხართ. რეალურად წარმოიდგინეთ რა ხდებოდა იმ დროს რა. მე უბრალოდ რა მიკურს იცი? აი აქ უკვე იცის ქრისტემ რომ მოხდება ის რაც მოსახდენია. და დედიკო ის ჩართოთ ოსანას რო უმღერიან. ოსანას რო უმღერიან, იცით როგორ? წეღარო ქონდა პალმებს რო მაშვებიან. უგებენ. ხო და ანუ რა ხდება ახლა აქ რა? ხდება ესეთი რა, რომ ჩვენი მღვდლები ძალიან დაემსგავსნენ სადუკევლებს და ფარისევლებს. თუმცა იესო ქრისტეს სახელით საუბრობენ, ხო? დალის და დალისნაირებს ვაფრთხილებ. ყურადღებით იყავით მეგობრებო, ამ პარტავნებაში არ ჩაგაგდონ მაგ ფარისეველმა და სადუკეველმა მღვდლებმა. ყურადღებით გაახირეთ თვალები და ყურები. კარგით? ფუნჩილებო? ერთი წუთით დედიკო, აბა როგორ უნდა ჩავთოთ ახლა ვნახოთ. ესა? ეს არის, აი ნახეთ. ეს სერია ძალიან მომწონს ეს სერია, მაგრამ წეღან რასაც ვუყურეთ. ეს ფინალი. ეს იუდა არის.
საწავიდა დედიკო წეღა რო უყურეთ იმას. რა რასაც უყურეთ. აი, მე მგონი ესა. ეს რა არის? ეს საქართველოში გადაიღეს? აი, იტალიაში გადაუღიეთ. აუ, მარინოს ეს ბზობის საკითხი ჩამირთე რა. წეღა. Das mit Palmen. ოსანა თაი. ეს 20 წუთი უნდა თქო. alles aufräumen. არა უშავს იყოს 20 წუთი დღეს ბზობაა ჩემს მოხდა. ცოტა დავაჩქაროთ ჩვენს. აქ რა წაუსოს ბავშვებმა? რასაც ich gemacht habe? მე არაფერი. მე არა ნიკოლოზი იყო. მე არა ნიკოლოზი იყო. სად იყო? ვიცი, რასაც არის. სად წავიდა? რაცა. კაცი მაქოცეკ თუ. სანამ ჩემ მეუღლე იპოვის, მე აქ წავობჭდები. მეგობრებო, როგორ მიყვარს ეს სერია, იცით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან კარგად არის სხვათა შორის გადაღებული ეს სერია. ხო და ეხა ვუყურეთ. მოდი გამოიწეთ ბავშვებო, გაიწეთ იქით, გაიწეთ. Geht in das Dorf da vorne. Gleich am Ortseingang werdet ihr eine Eselin finden. არა, იცი რომელზე გადაახვიე რა ხო? იქ რო შედის უკვე. Bindet das vor und bringt es zu mir. ნუ ეს ეტყვის რომ ვირი პირველ რო შეხვალთ იერუსალიმშიო იქ ვირი დაგხვდება. იოანე გამოიწედეთ იქ ვირი დაგხვდებათო და ის წამოიყვანეთ ის ვირი რომელზეც არავინ არ მჭდა რაო. იოანე მეფარები დედიკო. მეფარები. ხო. Und ich werde euch lieben bis an ihr Ende. ვირი უკვე მოუყვანეს. ვირის პატრონმა უკვე ხალხი გააფრთხილა რომ აქ მოდის ესე იგი მშველელი, გადამრჩენელი მეფე და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ რა ამ სცენარის მერე. აი ამ სცენის მერე რო შევლენ და რამდენი ხალხი რო დახვდება. ეს მარია დედამისი სიმონი მათიასი თამარი მაგდალინელი იოანე დედიკო თავი იქით გადადე თორე მაშვები რა ეკრანს იოანე მიშლი დედიკო ხელს რა ეს ჰოსიანას უმღერიან ანუ Hört ihr das? Klingt einer Menge Leute. Das ist der Moment. Der Sohn Davids. Der Messias. დავითის შვილიო Hosiana? Es bedeutet rette uns.
ჰოსიანა ნიშნავს გადაგორჩინე დავითის ძეო, ხო? ესე უმღერიან. Halt! Stopp! Hey, Vorsicht! Haltet euch fern von uns. Wir kommen in Frieden. Ihr wolltet uns... ო, გაუტყდათ ამათ ჯიპებზე რო ვერ დაინახეს იესო შემჯდარი. Wenn du umkehrst, jetzt, kannst du dein Leben retten. ნუ ესენი ახლა ეხოცებიან ამას, რომ თუ უკან გაბრუნდებიო, გადაირჩენ სიცოცხლესო რა. König zu erklären. Wenn du dich zum König erklärst, wird Rom uns alle vernichten. Ich habe nie von einer irdischen Krone gesprochen, niemals. Du reitest auf einem Esel. თუ შენ მეფე გახდებიო, რომი გაგვანადგურებს ჩვენ ყველასო რა. Was meint er damit? Zacharias Prophezeiung über den Messias. Siehe, dein König kommt zu dir, gerecht und demütig. Er reitet auf einem Esel. Die Leute haben den Esel noch gar nicht gesehen. Und sobald sie das tun, wird alles, was sie sich erhoffen, bestätigt ნუ werden. ჯერ შეჩერდითო რა, თუ გინდათ გადაიჩინოთ სიცოცხლეო და ბოლოს ეტყვის ქრისტე, რომ Wenn wir alle gerettet werden. ეს იუდა იცავს ახლა ქრისტეს, რომ ეს ის მომენტია ვერ უყურებთო, უკვე დადგა ეგ დრო, რომ მეფე მოვიდაო რა და არაო, მოკლავენო, ესენი ეშინიათ ამან. ეს იგივეა რა, რომ ის Ich finde es selber nicht gut, aber sie haben recht. Lazarus' Auferweckung hat alles verändert. Jesus wird innerhalb der Stadttore nicht sicher sein. Er bewirkt, dass er getötet wird. Seht ihr das nicht? Lehrer, wenn dir dein Leben lieb ist, sag deinen Schülern, sie sollen aufhören. ხო და მასწავლებელო, თუ გინდა რომ შენი სიცოცხლე გადაარჩინო, უთხარი შენს მოწაფეებს, რომ გაჩუნდნენ რა. ესენი თუ გაჩუნდებიან, ქვევი დაიწყებენ ღაღაც, ეუბნება ქრისტე ხა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, ამათმა უკვე იცია, რომ ხალხი ჩაქოლავს აქ ქრისტეს რა. მიუხედავად ისა, რომ ამდენი ხალხი დახვდა ქრისტეს და მაინტერესებს, სად იყვნენ ესენი ჯვარცმაზე. Kommt schon mal. Das ist auch George eine Gelegenheit Mistress. für euch. Und was machen wir jetzt? Wenn wir ihm nachlaufen, sieht das aus, als ob wir zu ihm gehören. კარგი ამბავია თქვენთვისო, წამოდითო თქვენცო და რა გავაკეთოთ, ახლა იმათთან თუ წავალთო, იმათიანები ვეგონებითო. Komm, Josef. Josef, bitte. Nu geschiedia, nu. Ach, majdź შეძლო. ნუ ამის მერე ხდება გაფაიჭე, გამათრახება მერე, რომ ქრისტე გადმოყრის იქაურობას, ვაჭრობას რომ დაინახავს. აი ეს ხალხი ჯვარზე რო აკრავდნენ იესო სად იყო? თუ ესეთი დიდებით დახვდნენ აქ და ამდენი ხალხი იყო, სად წავიდა მერე ეს ხალხი ჯვარცმაზე? ან ესენი. მაინტერესებს თქვენ არ გიფიქრეთ ამაზე? აუ მაგარი ქრისტე არის ძალიან მაგარი ტრანსცენდენტალური რა. ეხლა ხო ძალიან მაგრა უხარიათ ეხლა ამათ, რომ უკვე ფიქრობენ, რომ აჰა ახალი სამეფო და ესენი არიან მმართველები და ბოლოს ჯვარცმაზე მოხდებიან. ეს უკვე ხედავს რა ხდება და რა მოხდება.
იოანე Wow. მოკლედ მეგობრებო, ძალიან კარგი სერიალია და უყურეთ ამ სერიალს. მე მომწონს ძალიან ეს ფილმი. კარგად არის დამუშავებული და თემატურადაც, ახლა რაღაცეები არის ისეთი, რომ შეუსწორებდი თქვათ შინაარსობრივათაც, მაგრამ ძირითადად კარგი რაღაცა არის. შეიძლება ინგლისური არის თქო. გვეყოფა. წავედით ახლა დაგემშვიდობეთ, გიოზავთ ბჟობას. ბჟობა, ბჟა თურმე ნიშნავს მზეს. ანუ მზეობას გილოცავთ მეგობრებო და არა ბზობას. მზე მოვიდა ოსიანა არის გადამრჩენელი, რომელიც არის ნათელი და ასე შემოიტანა სინათლე და ეს ბჟობა არის და არა ბზობა. ლაზარეს აღდგენით. აბა გაკოცეთ, კარგად.